ხარაგაულის დამეწყრილი სოფლის მცხოვრებლები დანგრეული სახლებიდან ნივთებს ნელ-ნელა სოფლის შედარებით უსაფრთხო ნაწილში ეზიდებიან. ხემაღალში გაკრული გამაფრთხილებელი წარწერების მიუხედავად მეზობლები სახიფათო ზონაში მორიგეობით მაინც შედიან და იქ დროებით დარჩენილ რამდენიმე ძაღლსა და საქონელს პატრონობენ. დატოვის საჭმელი და აქ ვინც ვართ, ხოლმე ჩავდივართ და ვაჭმევთ. უპატრონოდმში არის საშიში, როგორ არა, ნებისმიერ დროს შეიძლება აქედან დაცურდეს, მიწა გაგვიყოლოს, მაგრამ რა ვიცი, მაინც ვრისკავთ, რომ ახლა მეზობელი, ახლა ისე ჩვენ მეზობლებია და ძაღლები ხო ვერ წაიყვანეს, ზოგმა ქათმები დატოვა, სანამ წავიყვანთო. ელექტროენერგია ყოველ მეორე დღეს ბუჭდება, რა თქმა უნდა, ეპიცენტრი აქ არის და სტოლბები მიაქ მიწას, კი ბატონო. ექსელების ხალხიც ძალიან შევაწუხეთ, მაგრამ რა ვქნათ ჩვენც. უკვე მოსვლა აღარ უნდათ. საშიში ზონა არის. აკეთებენ, ორი დღე ისევ ფუჭდება. კიდე გააკეთებენ, კიდე გაფუჭდება. ძველი გზის დაზიანების გამო სოფელ ხემაღალში პირველადი საჭიროების პროდუქტი და წამალიც რთულად ხელმისაწვდომი გახდა. სოფლის ზედა ნაწილში დარჩენილი რამდენიმე ოჯახი ამჟამად გეოლოგების დასკვნას ელოდება, რომელმაც ამ სოფელში მათი დარჩენა არ დარჩენის ბედი უნდა გადაწყვიტოს. 20 კილომეტრი უნდა გავიაროთ, 25 კილომეტრი მარტო აქედან რომ გადახვიდე რაიონში ან ქალაქში, რომ ნებისმიერ რამე იყიდო ან წამალი, ისევ დაუბრუნდეთ. ხო, ეს უკვე ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალება ჩვენ არა გვაქვს. სამასიმანეთით მე გზა მანქანა ვიქირავო. პროდუქტი ვიყიდო, საჭმელი თუ სასმელი ვიყიდო და მოვიდე სახლში. რა გავაკეთო სამასიმანეთით? მეტი შემოსავალი მე არ პენსია. ერთი მანქანა გვყავს ეგრე და თუ წავიდა, იგი ყველა სხვა ოჯახს ახლა რა უნდა მოუტანოს. ახან პურს ვაბარებთ, ხან კარტოფილი, შაქარი, მარილი ხო გინდა ოჯახს ახლა არ გამოგელება. ვიდან ახლა პირდებიან უგეშინია სახიფათო ახლა რა ვიცი ახლა მე სახიფათო ეს რო წავა, ეს გზა რო წავა, მე მეორე ოჯახი ვარ, კაიმელის. ეს მიწა იყო იმის სახლის ბალავერზე სწორ. ახლა გახედეთ, ნახე. ის სახლი ამის პირდე უკვე ჩასულია და მაისის ბოლოს, როდესაც ხარაგაულის სოფლებში მეწყრული პროცესები დაიწყო, ამ ადგილიდან ეს სახლი მთლიანად ჩანდა. ახლა მხოლოდ სახურავი მოჩანს. ივნისში, როდესაც აქ ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პირველად იმყოფებოდა, სამანქანო გზა ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. მას შემდეგ ეს ბზარი ზომაში იმდენად გაიზარდა, რომ დღეს იქ მანქანით გავლა შეუძლებელია. რამოდენიმე დღის უკვე მანქანით ჩავდიოდი, დამოვდიოდი, დავდიოდი. ახლა მანქანა კი ამაზე სამალიოტი ვერ გადავა. თანდათან იმატებს ბზარი. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხარაგაულის მეწყერს უკავშირდება, მდინარე ყარნებას შეგუბებაა. ცოტა ქვემოთ ეს მდინარე კიდევ ერთ მდინარეს, ჩხერიმელას უერთდება და რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ გადის. ჩვენ მიერ დრონით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს როგორც შეგუბების ადგილი, ასევე ჩხერიმელასთან ამ მდინარის შეერთების ზონა. მოდის და ბუგდება. მუშაობენ სამაშველო სამსახურები არიან, ლაშეში ტრაქტორები ყველაფერი მოწადინებული ყავთ, მაგრამ ვერავინ შიშით იმდენა ვერ შედის, ეშინია სულ. რა დროს გასკდება ისე? ადამიანს სიკვდილზე მიდიხარ უკვე, შეიძლება ვეღარს გამოხვიდე გარეთ. ეს განსხვავებული ტიპის მეწყერებია ხარაგაულში, რაც განვითარდა ახლა, იმიტომ რომ აქ თუ ჩვენ ჭიათურაში ჩავარდნა ქონდა მიწის როგორც აქ გვაქვს ახლა ხარაგაულში, ჭიათურაში მიზეზი მაინც ვიცოდით, იმიტომ რომ ეს იყო ტექნოგენური და ვიცით რომ ეს ტექნოგენური იყო, ანუ გამომუშავებულ ქანების ზემოთ მოხდა ესეთი ჩავარდნები. აქ არ იყო ესეთი გამომუშავება, შესაბამისად ძალიან რთული იყო წარმოსადგენად, რომ რა მოხდა ბოლოს და ბოლოს, რატომ არის ესე დასერილი მიწა, ფაქტიურად დასერილი არის. ღმავდება, ასე ვთქვათ, პროცესი არ ჩერდება, ამას დაემატა უკვე მდინარის გადაკეტვა მეწყრის ტანის მიერ და ეს უკვე უფრო მეტი საფრთხეა, განსაკუთრებით იმ მოლოდინის პირობებში, როცა ჩვენ პროგნოზირებას ვაკეთებთ, რომ შეიძლება წვიმების სერიალი დაგვეწყოს. არის ორი მოსაზრება. ერთი, რომ ეს არის ტექტონიკური ძვრები და ტექტონიკური პროცესი, რომელზეც ჩვენ უბრალოდ რეაგირებას ვაკეთებთ უკვე მომხდართან მიმართებაში. არის მოსაზრება, რომ ეს არის განპირობებული რკინიგზის ხაზის მშენებლობასთან და არის დაკავშირებული
დაკავშირებული. საქართველოს წვანეთა მოძრაობა არაერთხელ ამბობდა ამ რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ იქ იყო სერიოზული დარღვევები. იმ ზონაში მუშაობდნენ აფეთქებებით, როგორც არ უნდა ემუშავათ. დინარეების კალაპოტში ფუჩქანებს ყრიდნენ პირდაპირ და ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს გარემოს. მე რაღაცნაირად შეეცადნენ, რომ გაესწორებიათ. მე ვიცი, რომ ეს პროცესი არ დასრულებულა. ვლევები უნდა განხორციელდეს იმ მიმართულებით, ხომ არ არის მართლა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული შედეგი. ანუ ან უნდა ვთქვათ, რომ კი, ან უნდა ვთქვათ, რომ არა. ამას მხოლოდ კვლევით შეგვიძლია დავადასტუროთ და მარტო სიტყვიერად ძახილი, რომ ეს არ არის იმის შედეგი, ჩვენ არ მოგცემს თუ არ იქნება შესაბამისი არგუმენტები. ევრონიუსის გადამღები ჯგუფი დამეწყრელ სოფელში იმ ოჯახს ესტუმრა, რომელიც სახიფათო ზონიდან უსაფრთხო ნაწილში ქირით გადაიყვანეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თვითმმართველობისგან ერთჯერადი ფულადი დახმარებაც მიიღეს. ამ ადგილს არაფერი არ ემუქრებაო, გვითხრეს და იმედი მოგწევს, თუ მთლიანად არ გამოეცალა ის მიწის მასა და არწევი და მთლიანად ძირით თუ არ გამოეცალაო, თქვენ საშიშროება არ გელოდებათ. ორი ოთახის გაკეთება გვინდოდა ზევით და იმას ვაპირებდი ამ გამოზაფხულზე, მაგრამ სანამ დავიწყე კიდე კაი რომ მოხდა ეს სესხის გაკეთება მინდოდა. ძალიან ტიროდი, ძალიან განვიცდიდი, ძალიან სუსუ, მაგრამ ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ რაშველის დედა. ჩვენ ავაშენებთ დედაო და ჩვენ ავაშენებთ. გინდა არ გინდა უნდა შეეგო. პირიქით უნდა გაძლიერდე. მაგას უყურებთ ახლა წვიმები როდი იწყება, რას იზავს და განსაკუთრებით ზამთარი. ზამთარს მის გადაურჩებით დავრჩებით მაშინ ის. კიდევ ერთ დამეწყრელ სოფელში ღვერქში ჩვენი ყოფნისას ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთება მიმდინარეობდა. ხანით იშება, ხან დაბალი დენია. სტოლბები ვაფშე აღარ წეიგოს უნდა მეწყება ქვევით. ჯერჯერობით კი ვარ და ზამთრისთვის. ევრონიუს ჯორჯი ამ მდინარე ყარნებას შეგუბებასთან დაკავშირებით კითხვები ხარაგაულის მერს დაუსვა. დაახლოებით 70-80% მდინარის რაც შემოედინება, უკვე გამოდის, გამომავალია და ჩვეულებრივად ეს შეგუბება არათუ იმატებს, არამედ იკლებს. რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი ერთ საღამოს ეს მთლიანად გაიხსნა და წამოვიდა, რაც წარმოუდგენელია, 70 მეტრიანი ბარიერი აქვს მას წინ, ქვების და ჩამოსული მიწის. ეს ამ შემთხვევაშიდაც კი ვერ შექმნის იმ აკოპალიქსურ სურათს, რომელიც დახატულია. ხშირად კითხვებს გვისვავენ, რომ მაგალითად უსაფრთხოა თუ არა ძირულა ხარაგაულის გზით მოძრაობა, ხშირად კითხულობენ უსაფრთხოა თუ არა მაგალითად ნუნის შეასვლა. ზოგჯერ კითხულობენ იმასაც რიკოთის უღელტეხილზე რამდენად უსაფრთხოა ავტომობილით მგზავრობა, მათ შორის რკინიგზის ხაზი. აი რაც ჩამოვთვალე, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად უსაფრთხოა და იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ მინიმალისტურ დონეზე რაიმე საფრთხეებს წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება აქ არსებობდეს, ცხადია, მაშინვე ჩაირთვება განგაში, პირველ რიგში იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის რკინიგზისთვის, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, რომ იქ მოქალაქეებს არ შეექმნათ საფრთხე. ჩვენ წელს კიდე ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ მძიმე ტექნიკა მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ რიგ შემთხვევაში, თოვლსაც ვერ ვერევით ძალიან ბევრ შემთხვევაში და პრობლემებს ვქნით, ანუ ჩვენ არ აგვაქვს რეაგირების გეგმები დაყვანილი, რომელიც უნდა იყოს კანონმდებლობიდან გამომდინარე ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეთ. დაიწყეს მუნიციპალიტეტებმა ამის გაკეთება საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან ერთად, მაგრამ ჯერჯერობით ბოლოში გასულები ნამდვილად არ არიან და ბევრ მუნიციპალიტეტს საერთოდ არ აქვს დაწყებულიც კი. ჩვენ ვართ მზად მარტო რეაგირებისთვის, აი რაღაცა რომ მოხდება, მერე ვიწყებთ რაღაცის ქმედებას და მერე ვფიქრობთ რა გავაკეთოთ.